სტიქაროსნის თავის სამხედრო ყველა ჩვენდაგან ჩვენი მოვალეობა გავაჩინოთ. ამ მოვალეობის პატიოსნა და კეთილად აღსრულება ყველას ვალდებულება ნებისმიერი ჩვენთაგანის. და როგორ ამბობ სახარებაში, ორი პატრონის მფლობელობაში ვერ ვივარდით. ან ერთი უნდა ავარჩიოთ, ან მეორე. ჩვენთან, სადაც ახლა ვიმყოფებით, ისე როგორც ყველგან, ახლა ყოველგან არის და ყოველსავე აღავსებს, უნდა იყოს ქრისტე. ქრისტეს დამოკიდებულება არის მხოლოდ მართალი. ამიტომაც ამბობს მარჯვენით მამისა და არავითარ შემთხვევაში დაშვება თუნდაც რაღაც პატარა მცირე შეცდომისა. ხშირად ჩვენ ვამბობთ, რომ აი ეს როგორი ეკლესია ღმერთმა დაგვიფაროს. ეკლესია არის უცდომელი, ეკლესია არის წმინდა სახლი, მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი დავანებული სულიწმინდის მადლით, გამძობილი ახალი აღთქმით, ამიტომ ჩვენ ნებისმიერმა უნდა ვიცოდეთ, რომ თუ ვინმე რაიმეს არასწორად აკეთებს და არასწორად მოქმედებაშია, აკეთებ მომისმენთ, ცოტახანი მე არ შეგაცდები. უნდა ვიცოდეთ, რომ ეს საქმე არის ადამიანის მიერ ჩადენილი შეცდომა. ხშირად ხას უსვამთ, რომ მე ეს არ დამიშევებ, მე ეს არ არავინ არც არ შევა, გასაგებია სუბიექტურად მიდგომის შემთხვევაში. მაგრამ ვიცოდეთ, რომ ის, რასაც ქვია ცოდვა, ნებისმიერი დამოკიდებულებით, ნებისმიერ შემთხვევაში მასთან მეგობრობა, ეს არის ქრისტესთან მტრობა. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რაღაცის დაშვება ისეთი ფორმით, რომელიც ჩვენ წავწმენს, ანუ მოგვაშორებს უფალს, მოგვაშორებს მის წიას. მერთმა ყოლა დაგიფაროთ. ამას ხდება აუცილებლად განსაზღვრება. აი ჩვენც ახლა როგორ ვსახურობთ, ხო? გულები როგორ გამოვდივართ, სახელიდან მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ხო, არ ვამბობ ჩვენ ჩემი სახელით ვსაუბრობ. მარჯვენა, რომელიც თქვენ გსახავთ ჯვარს, ეს მარჯვენა არის ხელდასხმით მოსული თქვენამდე და მას ძალაუფლება გააჩნია. ეს ძალაუფლება არის სამღვდელმთავრო მსახურების. არავით არის სხვა პიროვნება ამის უფლებამოსილებით არ არსებობს. თუ მას არ აქვს სამღვდელო მსახურების ხელდასხმა მიღებული, მაშინ მასთან ესეთი რაღაც მიღება არ შეიძლება. შეგიძლია დაალოცინოთ თავი დედასაც, მამასაც, მეზობელსაც, ყველას, მაგრამ ის, რასაც აკეთებს მღვდელი და როგორც ამას აღასრულებს, ამის უფლებას სხვა არავინ არც ერთ ადამიანს არ გააჩნია. რა თქმა უნდა, სამღვდელო დასწია საუბარი, თუ მათ ეს ხელეწიფების ის იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში კურთხევა მოდის უფლისგან, მოდის წმინდა სამების მადლით, მოდის ის, რასაც ჩვენ უნდა ვესწრაფოდეთ და უნდა ყოველთვის ვიყოთ ამის მოპოვებაში. და მერწმუნეთ, რომ ჩვენი დამოკიდებულება თუ იქნება იმდენად მოშორებული ზედმეტ ფიქტიურობას, ზედმეტ არასწორ დამოკიდებულებას, მიხვდებით, რომ არ არის გადატვირთვა საჭირო. ღმერთს არ ჭირდება ჩვენი გადატვირთვა ზედმეტად. ჩვენ ღმერთი იმდენს გვაძლევს, რისი ატანის საშუალებაც გაგვაჩნია. რატო ამბობს თვალით თუ მრუშობს, ხელმასხეულმა იმრუშა. ამიტომ ჭირდება ჩვენს მდგომარეობას თავდახრა, მორჩილება, მოგზალება, მშვიდობით ცხოვრება, ერთმანეთის მიმართ სიყვარულის გამოვლინება. ხშირად ჩვენ არ მოგწონს სხვისი, მაგრამ ჩვენსაზე არ ვსაუბრობთ. ისევ სახარება ამბობს, იქ სადაც შენ გინდა რამე მიიღო, ითხოვე, მაგრამ სულიწმინდის გმობარს არ მიეტევებავ. რატო არის ეს საკითხი, ესე ხაზგასმი? ვისაც არ უნდა ღმერთთან ყოფნა და უარი განაცხადა, ავტომატურად ის ისედაც გამოვარდნილია მის სამყოფელიდან, ხო ასე? ამიტომ ჩვენი სურვილი და ჩვენი მოწადინება უნდა იყოს ერთმანეთთან სიახლოვეში. არ უნდა იყოს ეს განშორებული ერთმანეთისგან და განყენებული რაღაც ცნებები, რომ იქ ის არის, აქ ეს არის, გარეთ სხვა არის, ეზოში სხვა არის, ეკლესიაში სხვა არის, კი მოგზალება აქ მეტი გჭირდება და გმართებს. მაგრამ ის რომ ჩვენ სხვაგან არ უნდა ვიყოთ ქრისტიანები, ეს არის სიცრუე. ამიტომ ვიყოთ ჩვენ იმ დამოკიდებულებით, როცა ადამიანებს ეს სურვილი გააჩნიათ, რამე თუ ნებისმიერი ცოდვა, რომელსაც ავყვებით, ისეთი გაუმაძღარია, იმას ჩვენ ვერ გავაჩერებთ. გამორიცხულია, რომ ვინმე ოდესმე დაანაყროს და ასე ვთქვათ, რაღაცით დაამშვიდოს ცოდვა. ცოდვას განშორება უნდა. და ცოდვის განშორება არ არის მხოლოდ ის მდგომარეობა, რომლიდანაც ჩვენ ვიწყებთ საქმეს. გარემოს უნდა
აუცილებლად მივაქციოთ დიდი ყურადღება იმ გარემოში, რომელშიდაც ჩვენ ვიმყოფებით. ერთ-ერთი ახალგაზრდა ამბობდა ამასიდან, მოხდა ის, რა თქმა უნდა, სადაც ხარ და როგორი გარემოც არის, ისეთი მოქმედებებიც ხდება. ამიტომ თუ გვინდა რომ ამას ჩვენ განვეშოროთ ყველგან. ხშირად არის რომ ზედმეტი მიღება სასმელის, ზედმეტი მიღება სრულმდგომარეობის ადამიანს აძლევს შემდეგ უკვე იმ სიტამამეს რომ ნარკოტიკიც არ აშორს, თამაშიც არ აშორს, რასაც მოყვება ოჯახების ნგრევა, რასაც მოყვება ბავშვების ცუდა და არასწორად აღზრდა. ვინ არის დამნაშავე? ჩვენ ვართ. ამიტომ ჩვენი თავი ვაქციოთ ჩვენ ისეთ ადამიანებად, რომლებიც იქნებიან ქრისტეს სახლი, სულიერი სახლი, რომელშიდაც დაივანეთ, უფალი, რომელშიდაც ჩვენ ვიქნებით გამართული. რა თქმა უნდა, ჩვენ გვეშლებოდა, უნდა გვეშლებოდეს. არ არის ეს ისე რომ ყველაფერი ვიცესე არ ხდება. მაგრამ ის რომ ჩვენი სურვილი და მოწადინება უნდა იყოს იმისკენ რომ ცოდვასთან განშორებული ვიყოთ, ეს აუცილებელია. ამიტომ ყველას თავისი ადგილი მივანიჭოთ. პატრიარქსაც, წმინდა სინოდის წევრებსაც, მღვდელმთავრებს ნებისმიერს, მღვდელმსახურებს, სამონაზვნო დას, რომელსაც თავისი გადარჩენის და თავისი ქრისტესთან მისაყვანებელი გზის მთავარი ამოცანა უდგან. ისე როგორც ყველა ჩვენთაგან, რომ ჩვენ საერო ცხოვრებით ცხოვრობ და ეს ცხოვრება არის მიმართული იქეთ რომ მივიდეთ უფალთან. თუ არ მივედით, არც ეს და არც მეორე საზრე არ ქონია. ამიტომ გზა ერთია. ქრისტესთან მისასვლელი გზა. და თუ მისვლა გვინდა, უნდა შევეცადოთ, რომ ჩვენ სურვილებს, რომელიც ჩვენ ძალიან ბევრი ვართ და გვაწუხებს, აუცილებლად და ამ სურვილებთან უნდა გვქონდეს ჩვენ პირობიში კამათი, იმიტომ რომ ჩვენი უმრავლესობა გულს ჩაიხედეთ სურვილები არის ქრისტეს მოძღვრების საწინააღმდეგო. ამიტომაც როგორ ამბობს, დედა მოვიდა შენიო, და მოვიდა და ძმა მოვიდა. არა, ვეუბნება. არც ის არის ჩემი დედა, არც ის არის ჩემი ძმა, მაგრამ ის არის, ვინც აღასრულებს ჯური ქრისტეს. ასე რომ ჩვენ ერთმანეთის პატივისცემა ძალიან კარგია, ერთმანეთთან მისული სტუმრობა ძალიან კარგია, უმასპინძლეთ ერთმანეთს. აქ ქრისტეა ჩვენი მასპინძელი, ან მან დაგვიძახა. ნებისმიერ ჩვენთაგანს დაუძახა მან. თუ ვინმე ამბობს, რომ მე შენი გულისთვის მოვედი, მე მღვდელთან მოვედი, ეს შეცდომა, შემოგარგებო, ის როგორც აღსარება, ზიარება, ყველაფერი მოდის საუფლო სახულებიდან და ეს თანამსახურება არის ისი უფლებას მოგონიჭა აღალმა ღმერთმა. ამიტომ თუ ამას ჩვენ შევასრულებთ და ვიქნებით ამ ჩვენ საქციელში, ჩვენ მოქმედებაში წვრილი პატიოსანი, მაშინ შეიწირება ეს ყველაფერი. ამიტომაც გვჭირდება რომ ვიყოთ ჩვენ ერთ სამცხო და ერთ წყენს. მე ყველას მოგეფერებით, მინდა მშვიდობა უსურვო ჩვენს ქვეყანას, სრულიად სამყაროს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პრობლემებია. პრობლემა ის არ არის, რომელიც ჩანს, პრობლემა ის არის, რომელიც არ ჩანს. უსახარება ამბობს, მე არ მითხრობს. ამიტომ ჩვენი განსასწრები და ჩვენი დაალაგება ყველაფერი არის ჩვენ ხელში. შეგვიძლია ბევრი რამე გავასწოროთ. ამიტომ სანამ ამ ქვეყანას ვარ, იმ ქვეყანას მიმოვაკაც, ამ ქვეყნის მოსამზადებელი ჭირდება. მოვამზადოთ ჩვენი თავი ვიყოთ კიდევ ერთხელ ერთ სამწყსო და ერთ წყენს. დაგლოცოთ ღმერთმა, გალოცოთ ღმერთმა ჩვენი აბიტურიენტები, რამაც ისინი ხვალინდელი დღე არიან ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოდგმის, ჩვენი ჯიშის და ძალიან დიდი სიყვარულით. მთავარი ის არის, რომ მარტო ცოდნა არ მიიღო. იმიტომ რომ აქ რაც დღეს ალივდება, რასაც სამწმუნოებაზე დამყარებული ცოდნა ქვია, ის არის სწორედ გადარჩენის აუცილებელი პირობა. ასე რომ ყველას მოგეფერებით, ყველას სიკეთე მოგწევთ, დაგლოცოთ და მრავალგვარად ჩვენს უწყვილეს მიულოცოთ და ყველას ჩვენს ძალიან ეკლესიას დალოცულები ვიყავით. სახელითა მამისა, და ძისა, და წმინდისა სულისა, ათდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. Videba şendamı.
მობზანოთ, ახალგაზრდა, მობზანოთ. ჯანმრთელობა და მრავალი წელი ემსახურებს დიზაინერებს.